შეკვეთა დავტოვე და მივიდიოდი ადგილზე, სადაც კურიერები ვიკრიბებით. ის უბრალოდ შეკვეთებს არიგებდა. 25 წლის კურიერი ბიჭის ერთი ჩვეულებრივი დღე. მაგრამ ერთმა შეჯახებამ მთელი მისი ცხოვრება ამოაყირავა. იქიდან მომავალი მამანქანამ უცებ გადმოუხია ჩემ გზაზე, ჩამიჭრა და ფიზიკურად საწარსული მქონდა, დავეჯახე უკანა კარებს. და გადავარდი უკან და დაცემის დროს დამიზიანა და ხერხემალი. ლაშა გადარჩა, მაგრამ სიარულის შესაძლებლობა დაკარგა. ახლა ყოველდღე ტკივილი, რეაბილიტაცია და შიშია. შიში, რომ ის ვეღარასდროს შეძლებს სიარულს. მისი დედა იტალიაში ემიგრანტია. ისინი ყოველდღე ვიდეო ჩატით საუბრობენ და დედა შორიდან უყურებს, როგორ იბრძვის მისი შვილი მომავლისთვის. თურქმა ექიმებმა ლაშას იმედი მისცეს. ესეთი პასუხები მოგვივიდა, რომ იდეალური სიტუაცია იყო, სრულიად რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა ჩემი სიტუაცია, ფეხზე გავლას თითქმის 100% პირდებიან. ამიტომ ჭირდება ხალხის დახმარება, რომ ეს თანხა შევაგროვო, წავიდე თურქეთში სამკურნალოდ, ერთი თვე დამჭირდება თუ ორი თვეს ფეხმარეთის ნება და დავუდგე ფეხზე და დაუბრუნდეთ ვერ ცხოვრებას. ამიტომაც გთხოვთ, თუ გექნებათ სრულიან საშუალება, რომ დაგვეხმაროთ. თუნდაც გადაზიარებით ვიდეოებით, რომ ბევრმა ხალხმა ნახოს და ბევრმა გაიგოს ჩემს შესახებ და რა ვიცი, წავებით ყველაფერი კარგად იქნება, მე ამის მჭირა. მადლობა ყველას, ვინც გვერდში დავუდგეთ. მას ჩვენი დახმარება სჭირდება ამის მისაღწევად. მოდით დავეხმაროთ ლაშას სიცოცხლისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში.